ესეთი გასწავლა შემოგთავაზეთ ახლა მეგობრებო, ყოველგვარი შესაბლის გარეშე, ყოველგვარი თემატიკის გარეშე, რა უნდა იცოდეთ ახლა. მაღალი ძალებისგან ინფორმაცია იმაზე, რაზეც საჭიროა რომ თქვენ მიიღოთ ინფორმაცია, რა ინფორმაცია იქნება, ამას ყველაფერს გავიგებთ, პირველ რიგში გავიგოთ ხარ თქვენ ენერგეტიკით რომ მიხვდეთ რამდენად ეს გაშლა არის თქვენი, თუ ეს გაშლა არ დაემთხვა, გადმოდით ჩემ გვერდზე და არჩიეთ თქვენთვის ასრული თემატიკა, ასევე გამოიწერეთ ჩემი გვერდი, TikTok-ის გვერდი, YouTube-ის გვერდი, YouTube-ის ლინკი, TikTok-ის მაყურებლისთვის ვიტყვი რომ უკვე ჩემ ესე იგი ბიოშია TikTok-ში როგორც კი გადმოხვალთ, აი ფოტოს რო დააჭერთ, პლუს დააჭერთ ჩემ გამოწერას და ვიდეოებს დაალაიკებთ ენერგოცრისთვის არის აუცილებელი მეგობრებო, როგორც თქვენთვის ასევე ჩემთვის. წავედით ახლა გავიგოთ ვინ ხართ თქვენ, იმისთვის რომ მიხვდეთ ეს გაშლა რამდენად კონკრეტულად თქვენზე იქნება. ხართ თქვენ. შეზლის ტუზი ამოდის იმ შემთხვევაში, ეს არის ადამიანი სპონტანური, ძალიან სწრაფი, ძალიან უცებ რომ მოიფიქრებს რაღაცას, გაუნათდება და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, ყოველგვარი დატორმუზებების გარეშე, აი უცებ აენთება რაღაცა მწვანე, მიხვდება რაღაცას, რაღაცა მოუნდება და ეგრევე აკეთებს. ყოველგვარი, ესე იგი ზედმეტი ჩაცსიკვლების გარეშე რაღაცა იდეით ივსებით და იმას ახორციელებთ მომენტალურად მაქსიმუმ 1 საათში მიდიხართ იმის გასაკეთებლად. ასევე არიან ადამიანები, როგორც ეს ცეცხლის სტიქიის წარმოადგენელი შეიძლება ბრძანდებით, ეს შეიძლება იყოს ვერძილომი და მშვილდოსანი, მაგრამ საერთო გაშლაში ნუ მივეჯაჭვებით ამ ყველაფერს. ასევე შეიძლება იყოს უბრალოდ ახალი პროექტის, რაღაც ახალი იდეის ჩანასახის პროცესში ბრძანდებით, ეს შეიძლება იყოს თქვენი სამუშაო პროცესზე დაკავშირებული უფრო მეტი და ასევე ნაწილისთვის იქნება რომ ახალი ურთიერთობების ცეცხლით ხართ ავსილი ენა დამება უკვე რომელიც აი ერთი სული გაქვთ რომ აი მიქანდეთ და რაღაცა თქვენი ემოციური ფონი დაუმტკიცოთ. მაგიო ამოდის. პირველი მაღალი არკანი, ასევე მაგი არის ვერძების კარტი, დიდი ალბათობით აქ ცეცხლის სტიქიაზეა საუბარი, მაგრამ შესაძლებელია სხვა სტიქიებიც არ გამოირიცხება რასაკვირველია საერთო გაშლისთვის. მაგი ეს არის პირველ რიგში მანიპულატორი, ძალიან კარგი ფსიქოლოგი, ძალიან კარგად მოსაუბრე, ენატკბილად მოსაუბრე, ესე იგი როგორც ჩვენი დიდი შოთა რუსთაველი იყო და ისეთია რომ მოგხიბლავს თავისი ფიზიკურობა იქნება, თავისი ჟესტიკულაცია იქნება, საუბრის მანერა იქნება, თვალში გაყრა და სანდომიანი საუბარი იქნება, მისი მხრიდან აბსოლუტურად გამორიცხული არ არის მაგს ყველა 4-ვე სტიქია ხელთა აქვს და რომელიც დაჭირდება მშვენივრად გამოიყენებს. ასევე არიან მაგები შემიძლია გითხრათ რომ შეიძლება ბრძანდებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი არ არის გამორიცხული, მკურნალი, ექიმი, ასევე ხალხური მედიცინის მიმდევარი ექიმებიც, აი რაღაცა ხალხურს რო იყენებენ, მალამოები იქნება ეს თუ სითხის სახით მიღება, აი რაღაცა საგვარეულო შეიძლება გადმონაშთი იყოს თქვენი ესეთი იდუმალი სამკურნალო რეცეპტი, რომელიც თქვენ გაქვთ და ამ ყველაფერს იყენებთ ხალხის ერთგვარად მასებისთვის სამკურნალო რეჟიმში არ არის გამორიცხული, ასევე ექიმ კოსმეტოლოგები, იქ რაღაცა პლასტიკური ქირურგები არ არის გამორიცხული ამ კარტით, ასევე მასწავლებლების კარტია, როგორც წესი მაგი არის მასწავლებელი, გზის გამკვლევი, პირველი ნომერი პირველი მაღალი არკანი, აქედან გამომდინარე ის არის ლიდერი და სხვა დანარჩენი მიყვებიან მას. თქვენ რომც არ წარმოადგენთ სამედიცინო სფეროს ან მასწავლებლის და ლექტორის პროფესია არ იყოს თქვენი, ეს არის ადამიანი თავის პროფესიაში ნომერ პირველი, number 1 როგორც იტყვიან და ყველა დანარჩენი არის თქვენს ზურგს უკან. თქვენ ხართ ლიდერი, თქვენ ხართ ნიჭიერი ძალიან თქვენ საქმიანობაში და ნუ რომ მინუსში როგორც აღნიშნე, კარგი მანიპულატორიც, კარგი ფსიქოლოგები არიან, ასევე მაგები სათავისოდ ყოველთვის მშრალი გამოდიან რა სიტუაციაში დამნაშავეც არიან თუ არ არიან, ყველა ვარიანტში მაგი გამოდის მშრალი, ესე იგი მართალი და ნუ სხვა გზა არ ქონდა ესეთი სიტუაციის ტიპაშია. ნუ თუ ატყობთ თქვენ თავს ჩაუღრმავდით გულში და თუ ხვდებით თქვენ მინუსებს რომ თქვენზე იქნება ეს გაშლა, მაშინ წავედით გავიგოთ რა უნდა გადმოგცენ მაღალმა ძალებმა, ეხლა რა უნდა იცოდეთ. რა სიტუაციაა და რაზეა საუბარი საერთოდ.
გაურკვეველ სიტუაციებზე, სადაც ეჭვები გაქვთ, სადაც გაურკვეველია საერთოდ მომავალი ურთიერთობის, გაურკვეველია საერთოდ ადამიანთან დისტანცია უნდა დაიცვათ, თუ უნდა მოუშვათ თქვენთან ახლოს, ერთგვარად ეხლა დისტანციაში გაჩვენებენ თქვენ რომ ხართ, რომ რაღაცა ერთგვარი ღობე წარმოშვით თქვენსა და ვიღაცა პარტნიორს შორის, შეიძლება თქვენსა და კონკურენტებს შორის, შეიძლება თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის ერთგვარი დამცავი ღობესავით ააშენეთ, რომ ამის აქეთ არ გადმოხვიდე. ესე იგი ეს ჩემი კომფორტის ზონაა და ზედმეტი ნაბიჯი არ მოგივიდეს. ზედმეტი არ მითხრა, არ მაკადრო, არ შემოხვიდე ზედმეტი ნაბიჯი და ეს სიტუაცია დაახლოებით. მაგრამ თქვენ თვითონ ხართ გაურკვეველ სიტუაციაში, აი რა ბევრი ეჭვები გაქვთ, ძალიან ბევრი მგრძნობელობა გაქვთ ამ ადამიანის მიმართ, ვერ ვიტყვი რომ ესე იგი უგრძნობ მდგომარეობაში ხართ და სულ ერთია თქვენთვის. ძალიან ბევრ ეჭვებს იწვევს თვითონ ეს პიროვნება თქვენში, აი უნდობლობა არის, ბევრი ემოცია არის ამ ადამიანთან მიმართებაში დაკავშირებული თქვენთვის და მაღალი ძალები გეუბნებიან რომ ახალი ეტაპის წინაშე გეხართ ამ ადამიანთან. სავარაუდოდ თქვენ უკვე უნდა ხვდებოდეთ დიდი ალბათობით 90% ვიზი არის საუბარი. 0 შუთით ეს არის საერთოდ ისეთი მდგომარეობა, რომელიც სრულიად ახალი ეტაპია, სრულიად ახალი საზღვრები იღება თქვენ ურთიერთობაში და ასეთი ურთიერთობა საერთოდ არავისთან არასდროს არ გქონიათ, ეს არის სრულიად ახალი ეტაპი თქვენ ცხოვრებაში. თუ აი ამ ღობეს, ასე ვთქვათ, ისე ჯებირებს, ისე გამაგრებული არ შეინარჩუნებთ, როგორც დღესდღეობით გაქვთ და მოუშვებთ ამ პიროვნებას, ცოტა უფრო შეარბილებთ თქვენ ტონალობას, ახალი ეტაპი იღება თქვენ ურთიერთობაში, რომელიც რაღაც ახალ ჰორიზონტებს გიხსნით. შეიძლება მდგომარეობა იყოს, რომ სამოგზაუროდ მიბრძანდებით და იქ გაიცნოთ ესეთი ახალი პიროვნება, ვისთანაც შეიძლება მიმოწერა გაქვთ. ნაწილი შეიძლება მცირე ნაწილი, მაგრამ ასეთიც იყოს. რაღაცა ახალი მოგზაურობა, ახალი თავგადასავალი იწყება თქვენ ცხოვრებაში, რომლისთვისაც შეიძლება ჯერ მზად ვერ გრძნობთ თავს და აი ამიტომ აშენებთ ამ ღობეს, უნდობლობის და ეჭვების დონეზე, რომ ვერ უშვებთ ახლოს თქვენ ცხოვრებაში ღრმად ადამიანებს. აი ეს ჯებირი ერთგვარად შეამსუბუქე და შეარბილეო. რას მოიტანს ეს ურთიერთობა? არჩევანის წინაშე იქნებით. აი ამ დაკიდებული სიტუაციიდან, რომელიც ახლა ხართ თავდაყინა და გაშეშებულია თქვენ ცხოვრებაში, ეს შეიძლება იყოს ურთიერთობაზე საუბარი, სადაც დიდი ხანია თქვენ ცხოვრებაში ვიღაცას თან რაღაცა ისეთი ხელჩასაჭდომი არ გქონიათ და რამე ისეთი ურთიერთობა არ გქონიათ, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა თქვენ ურთიერთობაში და ამ 4-იან ხმალი ამას გვიჩვენებს, რომ ამასთან დაკავშირებით, ანუ პირადულთან დაკავშირებით შეიძლება ღამეებს ათენებთ წირილშიც კი და მეორე დღეს მაკიაჟს იკეთებთ და მიბრძანდებით სამსახურში, ვითომ არაფერი არ ყოფილა, მე ესეთი ძლიერი ქალბატონი ვარ და გაშლა არის ორივე სქესისთვის, მაგრამ ქალბატონებზე ვისაუბრებ, თქვენ თავზე მოერგეთ მამაკაცებმა. დეპრესიულ მდგომარეობაშია თითქოს მსხვერპლის როლში ხართ, რაღაცა პერიოდია, გაჭედილია, გაშეშებულია თქვენი პირადი ცხოვრება და არც იქეთ მიდის, არც იქეთ შეიძლება ვიღაცა წარსულს მისტირით და ვერ დატოვეთ იმ წარსულში, სადაც უნდა დაგეტოვებინათ წესით და რიგით. 7-იან შეძლით გეტყვით, რომ მაღალი ძალები გეუბნებიან, რომ დროა უკვე გამოიფხიკო, ასე ვთქვათ. ყურები, თვალები და იმოქმედო პირადი ცხოვრების შესაკეთებლად, შესალამაზებლად, შესაცვლელად, იმიტომ რომ აი ამ მდგომარეობაში თუ გააგრძელებთ გაშეშებული ყოფნას და რაღაც პერიოდი მოგიწევთ მაღალი არკანი მე-12 რომ დაკიდებული ისე ვიყოთ აი ამ სიტუაციაში და რაღაცა სტრესებში და გაურკვეველ სიტუაციებში აწონ-დაწონეთ 2-იან შეძლით გეუბნებიან, იმიტომ რომ შეადარეთ ის პიროვნება, შეადარეთ წარსული თქვენი ურთიერთობიდან რა არ გინდათ რომ ახალ პარტნიორს გქონდეს და ისეთი არჩეთ. აი აწონ-დაწონეთ, რაღაცა არჩევანი გააკეთეთ, იმიტომ რომ ამ ვითარებაში მთელი ცხოვრება ვერ იქნებით. მთელი ცხოვრება ბერად ვერ აღიკვეცებით, ნუ რაღაც პროცენტი შეიძლება აღიკვეცოს და მათ თავისი ცხოვრების სეული გზა აქვს, მაგრამ თქვენ თუ გინდათ რომ თქვენი ცხოვრების პირადი და საერთოდ პროგრესი განიცადოთ ცხოვრებაში,
ესე იგი მეორე მაღალი არკანით. აფირმაციებს მიმართეთ რჩევა იქნება, ვიზუალიზაციას მიმართეთ, იმუშავეთ თქვენ თავზე და იმუშავეთ წარმოსახვით მდგომარეობაზე, რომ ყველაფერი ლაგდება და დალაგდება კიდევაც, იმიტომ რომ